როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის ფიქრებზე. ნახოთ აბა რას ფიქრობს დღეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი ენერგიები. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გოგონებო, გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველა მიხარი ხართ და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. ნახოთ აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი დღეს თქვენზე დღევანდელი ენერგიები ვნახოთ და ყოველი ფიქრის მერე და ენერგიების მერე, რა თქმა უნდა, გამოგვაქვს დასკვნები. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, იმიტომ რომ ადამიანი არის ფიქრი. რაზეც შენ ფიქრობ, ის იქნება. რას ფიქრობს? რას ფიქრობს? რას ფიქრობს? რას ფიქრობს? რას ფიქრობს? ნახოთ. მართლა რომ ფიქრობს, როგორი ჩაფიქრებულია მაგი, სხვა შორის ეს ისეთი მეტყველია და ისეთი გეგონება კი თანამედროვე ტაროა, მაგრამ აი პირადშიც ძალიან მაგრად საუბრობს. ადამიანი მართლა ჩაფიქრებულია. ოღონდ როგორ არის ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა, მაგია და ნუ ეხლა რა, ვის რაზე რა ხვდება, ყველა მაგი ხო манипуляტორი არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ მას თავისი, ესე ვთქვათ, ინტერესები აქვს. რა, როგორ, რანაირად, მაგრამ მართლა რომ დავალება აქვს მიცემული და რომ ფიქრობს, რა გავაკეთო, რა გამოვასწორო, რეალურად რაზე ფიქრობ კონკრეტულად. თვარე. ადამიანი არის ემოციურ შფოთში და გაურკვევლობაში, იმიტომ რომ არ იცის თქვენი დამოკიდებულება. ან ინტუიციურად ხვდება კიდეც ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ უთქვენობა ტანჯავს. შინაგანად ტანჯავს, მაგრამ ისეთი მაგია, რომ არც კი ეგონა რომ ასე იქნებოდა, იმიტომ რომ მაგი მაინც პირველია და დომინანტია. მაგრამ თვარე თქვენი ემოციები შეიძლება რომ ასე რაღაცა შეიძლება მართავ ემოციებს, ნუ ესეც ფაქტია, რომ ან ვიღაცა შეიძლება მედიტაციას აკეთებ იდეალურად და ფაქტია, რომ ადარდებს, აფიქრებს, იმიტომ რომ ეს შენი ენერგიები არ არის სრულად მასში და ეს ყველაფერი საგრძნობლად იგრძნობა მის ფიქრებში. ახსოვ ხართ, ვისაც გაქვთ ეს კითხვა, ახსოვ ხართ თუ არა, თან როგორ ემოციურად მთელი ფიქრები არის მონატრებაზე და გრძნობაზე. არაჩვეულებრივია. ძალიან სერიოზულია. ესე რას ფიქრობს? იცი, ადამიანი ჩაფიქრებულია იმაზე, რომ ნუ თუ ასე სერიოზულადაა საქმე, ნუ თუ ასე სერიოზულად მიყვარხარ, მიყვარდები, ვის რა დამოკიდებულება აქვს. ახლა ყველაზე ვერ ვიტყვი, ხო, მიყვარხარ, ძალიან ისეთი სიტყვა მიყვარხარ, რომ ესე მარტივად არ ითქმება. მე მაინტერესებს ერთი კითხვაც რომ ვთქვათ, ანუ არ ელოდა ამას თუ მაინც რაღაცაშია საქმე არ ელოდა, ორიანი თასი. ეს ადამიანი არ ელოდა, ნუ თუ ასე სერიოზულად მიყვარხარ ან მიგეჩვი, ესე იგი გრძნობის გარდა შეიძლება ყველაფერს ელოდებოდა. ხო. ეს მოჭარბებული ემოციები აქვს დღეს თქვენთან დაკავშირებით, გოგონებო, თქვენთან დაკავშირებით და ფიქრობს. მაინც უკონტაქტო მგონი აქვს მე ურთიერთობა, ან ისეთი ურთიერთობა, სადაც ნუ მთლად უკონტაქტოსაც ვერ დაარქმევდი, მაგრამ იქ სადაც კითხვები ჩნდება, მე ამას უკვე კონტაქტს ვერ დავარქმევ. ხომ ასია? ასია. ახლა ჩავწერ მეორე ვიდეოს, გოგონებო, რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.